მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენ სამთრის ლექციების ციკლს, შეიძლება ითქვას. ისეთი ამინდებია. და დღევანდელი საუბარი შეეხება დათო ტურაშვილის ჯინსების თაობას. ეს არის მეხუთე საუბარია, ხო უკვე? შეეხება დათო ტურაშვილის ციკლს. როგორც ყველა საუბარს, ამ საუბარსაც დავიწყებ მცირე შესავლით. ეხლა ეს ის დღეს ისეთ ციკლს განვიხილავთ, რომ შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი ვიცით და ნახვამდის დიდი მადლობა რომ მომბრძანდით, მაგრამ ნუ მაინც ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ახლა აქ დიდი ახსნა არ ჭირდება, რატო გახდა ეს ციკლი ბესტსელერი, რატო წაიკითხა და უამრავმა ადამიანმა, საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ციკლია, დღემდე ერთ-ერთი გაყიდვადი ციკლია, ნუ აქ ემთხვევა ორი ფაქტორია, ავტორი და თემა. ეხლა ეს რა თემაა? ძალიან რთული თემაა ჩემი აზრით. მე არ მაქვს ესეთი ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი დამოკიდებულება, უბრალოდ დღეს რო ვფიქრობდი ამაზე, მივხვდი ესეც რამეს, რომ თვითონ სისტემა იყო იმდენად ცუდი და მძიმე, რომ შეიძლება ტერორისტების გულშემატკივარიც კი გაგხადოს, იმდენად ცუდი სისტემა იყო, იმიტომ რომ რა იყო მთელი დავიწყოთ ამ მოვლენით, ხო? რა იყო ამ მთელი მოვლენის არსი და დედააზრი, რომ ადამიანებს უნდათ სადღაც წასვლა და უბრალოდ არ უშვებდნენ ფიზიკურად, არ უშვებდნენ არსად რა. და მოხდა ესეთი საშინელება. და ამაზე ახლა არ ვიცი, როგორც ყველაფერი საქართველოში დროთა განმავლობაში ეს ამბავიც გახდა რაღაცა წავიდა ზღაპრის თემატიკაში უკვე რომ იქ რაღაცები დაემატა, რაღაცები მოაკლდა, რაღაცები ჩასწორდა, ვიღაცებს სხვანაირად ახსოვთ ეს ყველაფერი, ვიღაცებს სხვანაირად იქ რაღაცები ხდებოდა, როგორც ყოველთვის ცუდი რაღაცები გავწმინდეთ და დაგვრჩა ძალიან ისეთი ტრაგიკული და თითქოს რაღაც თავისუფლებისთვის მებრძოლი ისტორია და ეს იყო 2000-იან წლებში ხდებოდა ეს, როდესაც რამდენიმე მწერალმა ალბათ გახსოვთ თქვენს, რომ ყველამ დაიწყო ამ თემაზე წერა უცებ. ერთი 4-5 წიგნი გამოვიდა და იყო სულ ეს თემა ტრიალებდა მაშინთან ეს ჩვენთან როგორც ყოველთვის ეს დაგვიანებით მოხდა ტელევიზიის ოქროს საუკუნე იყო, რუსთავი 2 იყო ეგეთი. ხო, და ძალიან ხშირად აშუქებდნენ ამ თემას. თუმცა ვერც დოკუმენტური ფილმიდან, ვერც წიგნიდან მე სპეციალურად არ მიკვლევია ეს თემა, ხა რატომ მოვიტყო, არასდროს არ დავინტერესებულ ვარ, ეს ღრმად არ ჩავსულვარ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ მაქვს მე ერთმნიშვნელოვნად ასეთი რაღაცა პოზიცია, რომ ეს რაღაც თავისუფლების ორივე ერთად იყო, რა თქმა უნდა, თუ შეხედავ ამას სისხლის სამართლის კოდექსით, ეს იყო ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი, რა თქმა უნდა. და მეორე მხრივ ეს იყო რაღაცა იმ დროის რაღაცა განწირული ნაბიჯი ადამიანების, რომელსაც რაღაცა სხვა ცხოვრება უნდათ და დაამთავრეს სინამდვილეში ამერიკული ოცნება, დაამთავრდა კგბ-ს იზოლატორი. ხო. მაქამდეც მივალთ აუცილებლად, იმიტომ რომ წიგნი თვითონ ამის მთლიანად ამ ინფანტილიზმზეა აგებული, თან სრულიად გულწრფელად. იმიტომ რომ ესე რომ ვკითხულობდი და ხან ვისმენდი, ხან ვკითხულობდი და ადრეც თავის დროზე მაქვს დაკითხული და ზუსტად ეგ არის. თვითონ ყველაფერი ძალიან ინფანტილურია, მაგრამ თავისთავად ეს რაღაცა გავს. ცოტა თუ განვაზოგადებთ ჩვენ დღევანდელ დღესაც გავს, როცა ჩვენი ამერიკული ოცნებაც იზოლატორებში მთავრდება, რაც ძალიან სამწუხაროა. ესე იგი არის რაღაცა ბედისწერა ამაში. და თვითონ ეს წიგნიც, ეს კონკრეტული წიგნი და თვითონ ეს თემაც მე მინდა ზუსტად აი ამ ბედისწერაში განვიხილო. თუმცა თავისთავად წიგნში ბევრი არაფერი არ არის წასვლაზე ნათქვამი. რომ რა იყო ამ ადამიანების აი ეს ფსიქოლოგიურად რა მოფიძგა, იმიტომ რომ ეს არ არის ფსიქოლოგიური ისეთი ერთი შეხედვით ეს არის დოკუმენტური, ფსევდოდოკუმენტური წიგნი, რომელიც სინამდვილეში ჩემთვის არის ზღაპარი. ანუ არაფერი დაწყებული დიალოგებიდან
დამთავრებული ფსიქოლოგიური პორტრეტებით არ არის აქ დოკუმენტური. და ალბათ ავტორის მიზანი ესეც არ იყო. ამ რაღაც მიზანი შეიძლება იყოს ამ ისტორიის რაღაცა გაკეთილშობილება ერთი მხრივ და მეორე მხრივ და რაც მნიშვნელოვანია, ეხლა თვითონ ავტორი იმ თაობის ადამიანებისაც ეს ცხადად ახსოვს. ეხლა მე დასო ჩემზე 10 წლით უფროსია. ანუ მე თუ ამ დროს ვიყავი დაუშვათ 7 წლის, 17 წლის ადამიანს ეს გაცილებით კარგად ახსოვს. და ალბათ ხო, ნუ კი, ერთად სხვათა შორის რაც შეიძლება დათოზე ითქვას, გარდა იმისა, რომ ხა ჩემი ძალიან კარგი მეგობარია, შეიძლება მეორე ითქვას, რომ ერთადერთი ადამიანია, რომელიც გამოჩნდა ამ ეროვნული მოძრაობის დასაწყისიდან, დღემდე ცოცხალია და არავის არ ძულს. ანუ ამ ხრივ არის ძალიან უნიკალური ადამიანი, იმიტომ რომ ისე მოხდა, რომ ვიღაცები უბრალოდ ცოცხლები არ არიან და სრული რომანტიზაცია და რაღაც ვარიანტში ეკუთვნით კიდევაც, ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას, რა თქმა უნდა. ის რაც ჩვენ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ჩავიტიდეთ, ეგ არის უპატიებელი შეცდომა სხვათა შორის. იმიტომ არა რომ მე ახლა მაგ დროს უკვე მე კარგად მოზდილი ვიყავი და იმიტომ არა რომ მე იმ იდეებს უჭერდი მაინც და მაინც რადიკალურად მხარს ან რაღაცა ან აჟიტირებული ვიყავი. უბრალოდ ისე რომ ვთქვა, ძალიან ბანალურად რაღაცები არ მოსულა. და თუ ცხოვრებაში დაუშვებ იმას, რომ ყველაფერი მოსულა, მერე უნდა ისე მოტრიალდება, რომ შენ წინააღმდეგაც მოსულა რა ეს ყველაფერი. რახან ერთხელ დაუშვი და აი მაგ რეჟიმში ვცხოვრობთ უკვე 30 წელია ჩვენ, რომ ყველაფერი მოსულა თუ ეს ემთხვევა ჩემ ინტერესს და თუ მაქვს ამის ძალა. და არ შემიძლია ახლა რომ მოგატყუოთ და დიდ პერსპექტივებს ვხედავ, რომ ეს სხვანაირად იქნება უახლოეს მომავალში, ნამდვილად ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ეს რაღაცა ჩვენ ბუნებაში და ეს იყო მართლაც საბედისწერო შეცდომა. ნუ ჩვენ ახლა ისტორიის მანძილზე ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული ჯამში. მაგრამ ყველაფერზე პასუხისგებლობას ვერ აიღებ ადამიანი, იმიტომ რომ მე საერთოდ ვთვლი, რომ მამის ცოდვაზეც არ უნდა აიღოს შვილმა პასუხისგებლობა, მაგას ვერ ვიგებ. როგორც მეორე იმას ვერ ვიგებ, რომ ის იმის შვილია და მთელი ცხოვრება რატომაც პატივში უნდა იყოს, რომ ვიღაცის შვილია. რა ვიცი, ხა ბიოლოგიური შემთხვევითობაა რა. ეგრე მოხდა, რომ იმის შვილია, რა ვიცი, დაპროექტდა თვითონ აირჩია თუ რა, ბიოლოგიური შემთხვევითობაა და მოხდა. აქედან გამომდინარე, არც ცოდვაზე ვარ მე მამების და ბაბუების და იმის პასუხისგებელი, თუმცა ეს ცხოვრებაში მუშაობს, რა თქმა უნდა. მაგრამ აი ჩვენ ვინც დღეს ცოცხლები ვართ, არ გულისხმობ ახალ თაობას, ხო? აი გულისხმობ ბოლო ჩემ თაობას დაუშვათ 70-იანების შუაში დაბადებულებს, მაქედან მოყოლებული, ყველას ეს საბედისწერო ჩვენი შეცდომა იყო 91 წელი, რა თქმა უნდა. და აქედან დღემდე ვერ გამოვდივართ და როგორც გითხარით, პირადად მე იმედიც არ მაქვს, რომ გამოვალთ უახლოეს მომავალში. მაგრამ ეს მე საერთოდ არ მაქვს ცხოვრებისადმი ისეთი ძალიან პოზიტიური განწყობები და ამიტომ მე ნუმენდობით შეიძლება გამოვიდეთ. შეიძლება, არ ვიცი, მაგრამ ნუ ეს სხვა ამბავია. ხო, აი მაგაზე რო ხარ დამოკიდებული, რომ ღმერთმა უნდა ქნას, რამდენისთვის უნდა ქნას, როდის, რანაირად, ეს ძალიან ვაწუხებთ ჩვენ ამ ბოლო დროს ღმერთს მე მგონი რა რაღაცები. მაგრამ ამას შევეშვათ. ეხლა დაუბრუნდეთ თვითონ ამ წიგნს და რა თქმა უნდა ეს წიგნი არ განიხილება თვითონ ამ ფაქტის გარეშე, რომელზეც არის ეს ისტორიულად მომხდარი ფაქტის გარეშე და თავისთავად ალბათ ეს წიგნი არის საუკეთესო ილუსტრაცია იმის, რომ სინამდვილეში კი როგორ ხდება, არამედ ჩვენ როგორ გვინდა რომ მოხდეს რაღაცა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა შავი თეთრი, რომ ერთი მხარე იყოს სრულიად მართალი და მეორე მხარე იყოს სრულიად მტყუარი. არავითარ შემთხვევაში მე არ ვამბობ, რომ საბჭოთა სისტემა ეხლა იქ რაც არის ამ წიგნში აღწერილი არ იყო მაგის მკადრებელი, არა, კიდე ძალიან ბევრი რამის მკადრებელი იყო საბჭოთა სისტემა. თუმცა
აი ამ წიგნში, არ ვიცი თქვენ ახლა გააქვთ ეს წიგნი წაკითხული, გახსოვთ კარგად თუ როგორც არის. აი ავიღოთ დაკითხვის მომენტები. ხო, ამ წიგნში დაკითხვის მომენტები. მე სულ ისეთი განცდა მიიჩნდება, რომ შეიძლება ჩემი წარმოდგენით, ესეც დაშვებაა და წარმოდგენა, რომ ჩემი წარმოდგენით კგბ-ს ოფიცერი არ არის საბურთალოს მილიციის ოპერი. ანუ სხვა ლექსიკა აქვს, ანუ სხვა ლოგიკა აქვს და სხვა ორგანიზაციაში მუშაობს იმ გაგებით, რომ ესე იგი უფრო მეტი მოეთხოვება ინტელექტუალურად დაუშვათ. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ამ შემთხვევაში ავტორს უნდა და კითხველსაც ვინც ამ წიგნს კითხულობს, ჩვენ გვინდა რომ აი ესეთი მარტივი იყოს მარტივი იყოს ბოროტება. ბოროტება არ არის მარტივი, როგორც სიკეთე არ არის თავისი არსით მარტივი. მარტივი არის ემოცია. და ეს წიგნი მთლიანად არის აგებული ემოციებზე და არც მიყვარს, იმიტომ რომ ხა ავტორიდან გამომდინარე თავისთავად სხვას არც ველოდი იქ, რომ ნაკლებად ემოციური იქნებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ მოდით დავიწყოთ თავიდან, ახლა რა სტრუქტურას რომელ წიგნებს შეიძლება ეს ახლა ჩვენ ზოგადად შევადაროთ ლიტერატურის ისტორიაში, ხო? Ну, როგორც ვთქვით, ეს არის რაღაცა დოკუმენტური პროზა, რომელიც სინამდვილეში არ არის დოკუმენტური პროზა, უბრალოდ დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე. მე ამაზე ვიფიქრე და მივედი ესეთ დასკვნამდე, რომ მე დოკუმენტალისტიკის ჟანრში გამიჭირდება რომელიმე წიგნთან ამის შედარება, იმიტომ რომ ეს არის ჰოლივუდი. თავისთავად ეს წიგნი თავისი სიკეთით და ბოროტებით არის ჰოლივუდი. ანუ ძალიან მკვეთრად გამოსაჩედი სიკეთით და ბოროტებით. სხვერპლით, რომელსაც გააზრებული არ აქვს, რომ ბოროტებას აკეთებს. ანუ სადღაც რომ მიუდგეთ ღრმად მეტაფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, არც ერთი ეს ადამიანი დამნაშავე არ არის, იმიტომ რომ თუ ვიმშელებთ წიგნიდან გააზრებული არ აქვს, რას აკეთებენ. უბრალოდ, აი, ნუ რაღაცა ზღაპრულად წარმოუდგენიათ, თვითფრინაში შევლენ. იქ თქვენ თუ გახსოვთ, მოყავთ ეს ცნობილი მაგალითი, როდესაც ეს ლიტველები იყვნენ, მე მგონი ეს მამაშვილი, თვითფრინავი რომ დასვეს ამერიკაში, ხო? თუმცა ეხლა ერთი რამეა გასათვალისწინებელი, რომ ისინი პროფესიონალი მფრინავები იყვნენ, იმათ პილოტებთან შეთანხმება არაფერზე არ ჭირდებოდათ. აბსოლუტურად იცოდნენ მარშრუტიც, იცოდნენ ყველაფერი, იცოდნენ თვითმფრინავის მართვა. ანუ სიტუაცია არის განსხვავებული. ანუ ჩვენ ეს დაგვემართა მაინც ჩვენებურად, სადაც გული უფრო მეტია ვიდრე ტვინი. და მოხდა ესეთი ტრაგედია. თუმცა ეს ტრაგედიაც ამ წიგნში არის როგორ თქვა მე პირადად, ხო, ამ პერსონაჟებს ვიტყვი, იმიტომ რომ ესენი ატარებენ ისტორიული რაღაც ისტორიულად არსებული რეალური ადამიანის სახელმწიფოებს, მაგრამ ისე ვიმეორებ, რომ ჩემთვის ესენი პერსონაჟები არ არიან, ეს არ არის. დოკუმენტური ლიტერატურა იწერება სხვანაირად. ეს არ არის დოკუმენტური, იქ უნდა იყოს მაშინ ძალიან ბევრი ფაქტოლოგიური მასალა, დაკითხვების ოქმები, ასე შემდეგ არ იწერება ეს დოკუმენტური ლიტერატურა. ეს არის ჩვეულებრივი მხატვრული ლიტერატურა დაფუძნებული ნამდვილ ამბავზე. მაგრამ საინტერესო ზუსტად იმიტომ არის, რომ მხატვრულ ლიტერატურაში უკეთესად ჩანს ავტორის პოზიცია. რა კუთხით უნდა რომ მოყვეს ეს ამბავი. მე ამ მოყოლის ამბავში, როგორც ეს წიგნი რომ ბევრმა წაიკითხოს და გაიცნოს, რა თქმა უნდა, ყველაფერი არის სწორად გაკეთებული. ანუ როგორც ხდება თითოეული პერსონაჟი, გარკვეული ეპიზოდური ბიოგრაფია, ამათი წარმოსახვა ის, რომ ყველა დადებითი პერსონაჟია. ყველა. და ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, ესენი არიან უსახო ბოროტება, იმიტომ რომ მე ვერც იმ გამომძიებლის ფსიქო იმას ვხედავ, ვერც ვერავის ვერ ვხედავ. და ამ მხრივ მეორე მხრივ არის ყველაფერი ისე გაკეთებული, როგორც უნდა იყოს, რომ ხდელი დაუშვათ არის, რომ რაღაცა
ყველას მაგივრად იღებს ქრისტიანულად პასუხისგებლობას ამ ყველაფერში, რომ შეიძლება სადღაც უშვებს კიდევაც რო შეცდა და რაღაც თვითონ იმოქმედა ამ ახალგაზრდებზე ცუდად. თუმცა აქ ბევრია ეხლა ეს მითებია, ჩვენ ხო არ ვიცით სინამდვილეში რა მოხდა, როგორ მოხდა, რანაირად მოხდა. რამდენად გააზრებული იყო ეს ყველაფერი. თვითონ სიყვარულის ისტორიაც ეს ხომ ხატრული ტექსტია და არანაირად ესე არ ხდება სიყვარული, მაგრამ წიგნში და ვიცით ჩვენ რომ კინოში შეიძლება ეს ყველაფერი. სხვათა შორის ფილმი გადაიღეს ამ წიგნის მიხედვით, რომელზეც მე ვერ დავდებ თავს რომ ნანახი მაქვს, იმიტომ რომ არ მაქვს, მაგრამ როგორც მითხრეს, საშინელებაა. ხო, ანუ ხო და ანუ როგორც მითხრეს, რომ ძალიან სუსტი ფილმია. იმიტომ რომ ალბათ კინოში კიდე ეს ჰეროიზაცია კიდე უფრო პათეტიკურად ჩანს. მე არ მაქვს ნანახი, მაგრამ აი ხვდები რატო შეიძლება სუსტი იყო. არა. იმიტომ რომ ძალიან რთული გასაკეთებელია. რთული გასაკეთებელია, იმიტომ რომ ამ ეს სპეციალურად მახსენე ამას, იმიტომ რომ შენ რო გინდა რომ ესეთი თემა მართლა ხატრულად გაშალო, ეს არ არის პატარა ამოცანა, იმიტომ რომ ანუ ფსიქოლოგია უნდა აჩვენო ადამიანის. ფსიქოლოგია უნდა აჩვენო ადამიანის, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით, სინამდვილე არის მეორეც, რომ არსებობს ვერსია, რომ ესენი იყვნენ ასე ვთქვათ, გათამამებული ოჯახის შვილი ადამიანები. სახალხო მსაჯული მაგ პროცესს რა და აი ჩემი თვალით რაც მაქვს ნანახი პროცესებიდან რომ მოდიოდა კაცი იყო ძალიან ცუდად, იმიტომ რომ არ იყო ესო სინამდვილის თემა არ ქონდათ. არა, ალბათ ეხლა როდესაც იქიდან გადაყვა მაგ ამბავს ისეთ განცდები გაიარა ამ პროცესზე. მე მგონია ასე მაინც, რომ მე ვამბობ ეხლა თვითონ სამუშაო ვარიანტად, მე თვითონ იქ არ ვამბობ, რა თქმა უნდა როდესაც ამის გააზრება მოხდა, ძალიან დიდი ის მოგდის, რომ სადღაც რაღაც დიდი სისულელე გააკეთა. ხო, იმიტომ რომ ისინი საერთოდ არაფერში შეერიყვნენ. ძალიან ძიმე იყო ეს ყველაფერი რა, ესე თავი მხრიდან. ანუ მე ამას ვამბობ, რომ თავიდანვე ეს ძალიან რთული თემაა. შენ თუ გინდა ეს გაშალო, ხო? და არ დაწერო ანუ რაღაც ისეთი ხო ანუ ჩემთვის ეხა აქ დათომ რა სამუშაოც ჩაატარა ქარისტის ქულებთან ბრძოლა ეს ერთი შეხედვით, იმიტომ რომ ვიღაცებმა რა თქმა უნდა ეს წიგნები იყიდეს, წაიკითხეს, რაღაცა ეს ქნეს, მაგრამ იდეა რაც არის, რომ შენ ამ ადამიანებისგან გმირებს ვერ შექმნი. ანუ ყოველ შემთხვევაში ამ სიბტყეზე განხილვით ვერ შექმნი. რა თორემ იქ რომ მათ თავისი სიმართლე ჰქონდათ, ხო? მაგრამ ამაზე შეიძლება თქვა, რომ წითელ ბრიგადებსაც ჰქონდათ თავისი სიმართლე გერმანიაში. ნუ რა, აიღეს და Deutsche Bank-ის პრეზიდენტი მოკლეს, ხო? რა ვიცი, მორიგი, ღორი ბურჟუა, რა ვიცი, ხო? თუ შეხედავ მემარცხენე პოზიციებიდან ადამიანი, რომელიც ხო, მაგრამ ეს არ მართლდება. ჩვენ ახლა ცხოვრობ, მაგრამ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ ადამიანის ალბათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, მე მგონია ეს იქამდე დიდი ღირებულება ადამიანის ცხოვრებას არ ხონდა. მე მგონი საერთოდ მეორე მსოფლიო ომმა ამ ხელმა სხვერპმა, მე მგონი კაცობრიობა დააფიქრა იმაზე, რომ ესე არ ღირს ახლა, რომ ყველაფერზე ჩამოაღწიო, მოკლა, თორე მე რამდენადაც ვერ ყვევი და დაკვირვებული ვარ. დიდად არაფასებდნენ ახლა ადამიანის სიცოცხლეს მეორე მსოფლიო ომამდე რა. პირდაპირ შეეძლოთ ვიღაცა ჩამოეკიდათ, თავი მოეჭრათ, ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს არ იყო იდეა ყოველთვის უფრო მეტი იყო ვიდრე ინდივიდი. მაგრამ ეხლა ჩვენ ცხოვრობთ უკვე ისეთ ვითარებაში, სადაც ინდივიდის ცხოვრება თუნდაც სრულიად უაზრო, უმიზნო, დაუშვათ არაფრის მომტანი, უფრო მეტი ღირებულება, ვიდრე გარკვეული რაღაცა აბსტრაქტული იდეები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, შეიძლება არ განხორციელდეს. მაგრამ მოდით დაუბრუნდეთ ახლა წიგნს. ანუ
პირველი რაც მინდა რომ ვთქვა და გავიმეორე უბრალოდ ეს არის ანტიფსიქოლოგიური წიგნი. ამ წიგნის წაკითხვა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რომ შენ იქ აღმოაჩინო და უშუალოდ პერსონაჟების ფსიქოლოგიური ძვრა, რატომ მიდიან იქამდე, რატომ ხდება ის. არა, ეს არის როგორც ზღაპარში, არსებობს რაღაცა იდეალური სამყარო, სადაც შენ არ გიშვებენ. ალბათ იდეალური იმიტომაც არის, რომ არ გიშვებენ სადღაც და შენ გინდა რომ იქ მოხვდე. აქედან გამომდინარე, შენ უნდა დაარღვიო რაღაცა მიღებული წესი. და ირღვევა ყველაზე მთავარი წესი, რომ ჩააყენო სხვა ადამიანების საფრთხეში და ფაქტიურად ამ ადამიანების სიცოცხლით ევაჭრო სისტემას, რომელიც შენ გარეთ არ გიშვებს. თუმცა ჩვენ თუ მივყვებით ფსიქოლოგიურად, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ მე მინდოდა ეხლა ეს უკვე სხვა წიგნია მე რომელსაც მოვარაგობ რა, მაგრამ მე მინდოდა ესეთი რაღაცა, რომ დაუშვათ ჩემი არგუმენტი არის ისო, თუ იცი რომ ეს სისტემა ისეთივე ბოროტია, შენ როგორც წარმოგიდგენია, მაშინ შენ იცი რომ ამ ადამიანებით ვერ ივაჭრებ შენ, იმიტომ რომ ეს ადამიანები საერთოდ არ აინტერესებს იმ სისტემას. ანუ სისტემა იმის სისტემაა ბოროტისო, სისტემას აინტერესებს იდეა და არ დაირღვეს იერარქია. რა მნიშვნელობა აქვს ეხლა მე რომ ვიღაცამ ამიყვანოს დაუშვათ ძალიან ბოროტ სისტემაში, ხო? ყველაზე დაუშვათ ასე ვთქვათ, ყველაზე კეთილი და თავისუფალი სისტემებიც კი. ჭყალებში ეს რა თქმა უნდა არც ერთი სისტემა კეთილი არ არის და ის რაღაცა, მაგრამ სისტემა რომელიც კარგი, უფრო ისე ვთქვათ კონკრეტულად. სისტემას რომელსაც აქვს გარკვეული თამაშის წესები ღირებულებებით. არსად ესე არ მიდის. ყველგან ძნელია ამის გაკეთება. ჩვენ ამ მოვლენის არს ამ წიგნით ვერ გავიგებთ. რა მოხდა სინამდვილეში. იმიტომ რომ საინტერესო იქნებოდა ჩვენ თუ ამის დოკუმენტურად განხილვა გვინდა სხვა შეშ რომ ვკითხულობდი, სულ ეგეთი აზრი მიჩნდებოდა თავში, რომ ეხლა რომ დაწერო მოთხრობა თვითონ ავშევჯდომი პერსონაჟისთან გამომდინარე. ანუ იმის ცხოვრებაა და სადღაც მიდის უცებ და ხდება ესეთ რაღაცაში. აი ხო შეიძლება იქაც მოიგონო, დაუშვათ თუ ზღაპარზეა საუბარი, მოიგონო ძალიან ისეთი ისტორია. გულში ჩამწვდომი. და აი იღუპება ეს ადამიანი, მიდის უმნიშვნელოვანეს საქმეზე ამ სვიფრინავით და იღუპება. ეს ხო უკვე რადიკალურად ცვლის, რომ ესენი ტერორისტები არიან. ხო, ანუ აი ამ ხრივ, ანუ ეს არ არის, ეს არის ძალიან ცალმხრივად დაწერილი წიგნი, ძალიან ერთი მხრივ. თუმცა ეს წიგნი გვიჩვენებს იმ დროიდან ცხოვრებას ძალიან კარგად. იმიტომ რომ ხანდახან აი ხო მივდივარ მთავარ თემასთან, რაც არის ეს ინფანტილიზმი. ესე რომ ვკითხულობდი ამ წიგნს, ჩემ თავს უსვავდი, საკუთარ თავს უსვავდი, ესეც შეეკითხვას, რომ ხო არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი აურის და განწყობის დონეზეც კი მოგონილი იყოს. კი, რა თქმა უნდა, ლიტერატურაა, მწერალი ხარ, შეგიძლია შენ ყველაფერი შექმნა, მაგრამ ხო არ შეიძლება მთლიანად გარემოც შექმნა, არ არსებული. ესე იგი რაღაცა ეს ინფანტილური იდო. უბრალოდ ჩვენი მთავარი პრობლემა არის, რომ ჩვენ ინფანტილიზმს ვაიგივებთ უდანაშაულობასთან. ინფანტილიზმი არ არის უდანაშაულობა. ინფანტილიზმი შეიძლება ითქვას, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს საკუთარი თავის მიმართ და სხვების მიმართ. თუმცა ეს წიგნი? არა, მე მგონი 2000-იანებში. 2000-იანებში. ალბათ მგონია სადღაც ვარდების რევოლუცია 2000-იანების დასაწყისში დაიწერა სადღაც, იმიტომ რომ მერე იყო რომ ამის და ეს ისტორიაც ხო გვახსოვს, დადგმა უნდოდა არა, ეს უნდოდა მე მგონი დოიაშოს ამის დადგმა, ოთარ მეღვინეძე-ხუცესი გადაეფარა რომ არ დაგადგმევინებ და დოიაშვილი წამოვიდა თეატრიდან და დაიდგა მერე სადღაც პატარა თეატრში, მაგრამ თავიდან იდეა იყო ჩაფიქრებული, რომ მარჯანიშვილში უნდა დადგმულიყო. ხო, რაღაც ეგეთი, ხო.
ხო, იმიტომ რომ მე ოთარ მეღვინეს უხუცესმა თქვა რომ ედვარდი ჩემი მეგობარია და ასე შემდეგ. ანუ ეს ეხა ეგ საინტერესო ამბავია რომ შეიძლება ეს მოვლენა განვიხილოთ როგორც თაობების კონფლიქტათაც შეიძლება განვიხილოთ, იმიტომ რომ უფროს თაობას მიუძღვის წვლილი ამ იმაში, ძალიან ცუდი წვლილი მიუძღვის. თუნდაც ის რომ ეს ადამიანები დახვრიტეს. კი, აი მაგეთ ცალსა. ამაში რა თქმა უნდა იმათი წვლილი იყო, მაგრამ 91-მეჩიც იგივე ხალხმა დაგხვრიტა, უნდა გვახსოვდეს რა ეს რა, ანუ ის ხალხი ვინც დახვრიტეს იქ თუ ქონდათ мотиваცია კიდე რომ აი ეს ტერორიზმია და ესია, ხო? იგივე ხალხმა დაგხვრიტა, იმიტომ რომ გადმოაგდეს მანქანებიდან და უთხრეს რომ ის ცხოვრება აღარ არის და როგორ არ არის და შემოატრიალეს უკან, რას ქვია არ არის და თავისი შევარდნაძე შემოატრიალეს ყველაფერი უკან და ვიცხოვრეთ მე მაგაში კიდევ ხო, მე სულ ამბობ, მოგროვს რომ ეს მოქალაქეთა კავშირი როდის უნდა წავიდეს ძალაუფლებიდან, ვერ მხვდები. ხო, ანუ მე მაგის იმედი არ მაქვს, რომ მოქალაქეთა კავშირი როდის უნდა წავიდეს ძალაუფლებიდან, აი მაგას ვერ ვხვდები რა, იმიტომ რომ და ეხლა უფრო ხმად თუ წავალთ კომუნისტური პარტია როდის უნდა წავიდეს რა, აი მაგას ვერ ვხვდები. ეხლა ჩვენ უკვე საუბრის თემა იმიტომ რომ წიგნში არაფერია, წიგნი მთლიანად ამ მოვლენებზეა აგებული. თავისთავად ამ წიგნზე ბევრი სასაუბრო არაფერი არ არის. ანუ აგებულია როგორც ჩვეულებრივი არამხატვრული ლიტერატურა, შეტანილია მხატვრული შინაარსი, ამ მხრივ შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ეს წიგნი არ მიეკუთვნება იმ წიგნებს, რომელსაც შენ განიხილავ ესთეტიკური თვალსაზრისით. ამას განიხილავ გარკვეულ კონტექსტში აქტუალობის თვალსაზრისით, ხო? ჩვენ ხარ შეიძლება ახლა განვიხილოთ დაუშვათ აი ავიღოთ მაგალითად. დოსტოევსკის ეშმაკნიც არის რევოლუციაზე კონკრეტულ მოვლენაზე, ხო? რომელიც შემდეგ არის გამწობილი რაღაც ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კომიკური წიგნია, საერთოდ მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო წიგნია. ანუ აი ეს როგორ გინდა, იქ პირიქით არის სხვათა შორის, როგორ გინდა რომ ცილი დაწამო და კარიკატურები გააკეთო ამ ადამიანებისგან, იმიტომ რომ შენი პოზიცია არის მათ წინააღმდეგ. აქ ხვდებით ახლა პირიქით, რომ ავტორი პირიქით მსხვერპლის იმიტომ ხარეს არის. თუმცა მსხვერპლის აკამათოა. ყველა მსხვერპლია. სიტუაცია არის ისეთი, რომ ყველა მსხვერპლია. იმიტომ რომ მე უკვე გითხარით, რომ შეიძლება დაწერო მოთხრობა აი მაგ პოზიციიდან. და დაამთავრა მაგით, რომ იდგა 1990 რაღაცა წელი და მოხდა ეს ამბავი და ამ თვითმფრინავში იჯდა ესეთი კარგი ადამიანი, რომელიც ამას შეეწირა. თუნდაც გაავსო ეს ყველაფერი ქართული სენტიმენტებით, რომ მიდიოდა ბათუმში დედის სანახავად, რომელსაც უნდა დამშვიდობებოდა და რა ვიცი, 1000 რამე შეგიძლია მოიგონო, ხო, გააკეთო. და ეს გამოიყვანო, რომ აი ესენი არიან სუდები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა მაგრამ ეს იდეაც და ეს იდეაც ორივე ინფანტილური იდეაა. სინამდვილეში აი ეს წიგნი ყველაზე კარგად მე რასაც არ ვიცი, აი შეგიძლიათ აუდიოსაც მოусმინოთ თუ გადაკითხვა გეზარებათ ან რაღაცა და მაგ მიმართულებით მოусმინოთ რა უბრალოდ, რომ ეს ყველაფერი რამდენად ინფანტილურია. რამდენად. ოღონდ საოცრება არის ის, რომ ეს ინფანტილიზმი ჩვენში მუშაობს. ურთიერთობების დონეზეც მუშაობს, შეფასებების დონეზეც მუშაობს, ცხოვრებისეულ დონეზეც მუშაობს და საქმეშიც მუშაობს. და ბოლოს რო გიკვირს, რომ შედეგი რატო არა მაქვს, ზუსტად არა გაქვს, იმიტომ რომ ინფანტილურია. არ ითვალისწინებს რაღაცა. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ხდება ისე, რომ საქართველოში ბოროტმა რო გაიმარჯოს, არის ძალიან ადვილი. იმიტომ რომ ებრძვის ინფანტილურ სიკეთეს. ბოროტება ხო რა არის, ეს ჩვენ კი გონია რომ ვიღაცა ესეა რაღაცა, რქებით არის და ბოროტია, მაგრამ სინამდვილეში ბოროტება არის მათემატიკა. შენ გინდა რაღაც შედეგი, ხო? და ფორმულას აკეთებ, რომ მე თუ მინდა რომ ამას მივახციო, ეს უნდა მოვიშორო ეს ყველა. ანუ ძალიან მათემატიკური ფორმულაა. ანუ ბოროტება არის ძალიან მათემატიკოსია რა. ბოროტი კაცი არის უნებურად მათემატიკოსი. ბოროტი ადამიანი.
და როდესაც ამას ხვდება ინფანტილური სიკეთე, დღესაც როგორ ვითარებაში ვართ ჩვენ, ხო? ვერ გაიგებ რა არის ბოროტება, რა არის სიკეთე, იმიტომ რომ ორივე ინფანტილურია. ითხოვ საიდან შენ რომ დაამტკიცო რომ რაღაცა არის ბოროტება. ბოროტებას ხო აქვს თავისი არგუმენტები. მაგალითად საბჭოთა კავშირს ჰქონდა სხვათა შორის აქ უნდა გავიხსენო აუცილებლად კოტე ჯანდიერის მოთხრობა დაპატიჟება კინოში. ოღონდ ამ მოთხრობის რადიო პიესის ვერსია. დაპატიჟება კინოში, ეგრე ქვია და ამ მოთხრობის მიხედვით არის გაკეთებული ასევე რადიო პიესა. და ამ რადიო პიესაში არის რაღაცა ჩანართები, რომელიც არ არის მოთხრობაში სხვათა შორის და არის ერთი საინტერესო ჩანართი. იქ რაღაცა გრიგოლ რობაქიძეა ჩანართები რაღაცა, ანუ რადიო პიესის დროს დაემატა ეს ყველაფერი. მაგრამ არის ერთი ჩანართი. სადაც აი ეს ხდება პარალელურად, როცა ეს ამბავი ხდება, ამის პარალელურად. არაფერი ჩვეულებრივი ისტორიაა, რაღაც ბიჭი, გოგო, რაღაცა ისა, რაღაცის გახსენება, რაღაც ის და უცებ ხდება და იქ არის ერთი ხმა ერთვება ხოლმე, რომელიც ამბობს, რომ ვისებთ მთავრობას, რომელიც გაჭმევთ, გასმევთ, გაძლევთ განათლებას, გაძლევთ ცხოვრების პირობებს. ანუ ბოროტებას ჩვენ რასაც ვეძახით, ბოროტებას აქვს თავისი არგუმენტები და ეს არგუმენტები ხშირად ძალიან მომხიბლავია. იმიტომ რომ ეს არგუმენტები უკავშირდება ჭამას, მას, მშვიდობას, სამშობლოს ღმერთს, ყოველთვის ამას უკავშირდება. ანუ ძალიან კარგ იდეებს შეიძლება აი ამ მათემატიკური გათვლით ბოროტება ამოეფაროს. ჩვენ ვხედავთ ახლა ამ წიგნში ახლა ესეც იმას გრადაციებს და ბრძოლებს და იმას არ არა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ზღაპარია. სადღაც ავიდნენ მონასტერში, იქ დახვდა სიწმინდე, იქ ის არის ყველგან არის რაღაცა ჰარმონია, ტრაგიკული არის, მაგრამ ჰარმონია. აი თელი ამ პერსონაჟებში არის ჰარმონია. ოღონდ რაღაცა ეს ძალიან საშიში ინფანტილური ჰარმონიაა. და მე ამ წიგნს რო ვკითხულობ, უკვე ამ წიგნზე აღარ ვფიქრობ და იმ კონკრეტულ მოვლენაზე. მე ვფიქრობ ამ წიგნში ყველაზე მეტად მე მაინტერესებს ზუსტად ეს აურა. იმიტომ რომ ისტორიული ფაქტი მოხდა დასრულდა. ჩვენ იქ ვერაფერს ვეღარ შევცვლით, ვერც იმ ადამიანებს გააცოცხლებ, ვერც ერთი მხრიდან მხარე რაშუაშია. არც არანაირი მხარე არ ყოფილა იქ. ამ შემთხვევითობაში რაც მოხდა, ვერც იმ განაჩენს შეცვლი, ვერაფერს იქ ვერ შეცვლი შენ. შენი შეფასებითაც კი გინდა უძახე რომ გმირები და რომანტიკოსები იყვნენ, გინდა ტერორისტები, არაფერი არ იცვლება. მოხდა, ვინ შეეწირა, ამას შეეწირა. მაგრამ რაღაცა მოყვება, ხო, იქიდან. ეგ არის აურა. აი ეს ინფანტილური აურა. ჩვენ ეგეთ ტყუილებში ვცხოვრობთ 30-იან წლებზეც სინამდვილეში, რომ იქ ცისფერყანწელები იყვნენ საერთოდ უსოდველები და რაღაცა და სიმართლე სხვა რამეა. სიმართლე არის სხვა რამე, რომ ცისფერყანწელებმა ძალიან გმირულად და ვაჟკაცურად მიიღეს ეს თავისი განაჩენი, მაგრამ გაყვნენ ვინც იყვნენ მაგათი ხაზი და ვისაც უჭერდნენ მხარს, უბრალოდ ის მხარე დამარცხდა, ხო? ორახელაშვილი, ღოღობერიძე, ორჯონიკიც. იმიტომ რომ ეხლა სიმართლე არის ის, როგორც აქ ითქვა, რომ ოჯახის შვილები და რაღაცა. იქაც არის სიმართლე ის, რომ თქვენ თუ გადახედავთ ამ სიას, ძირითადად იქ ყველას თანამდებობა ჰქონდა. ყველა იყო რაღაცის რედაქტორი, დირექტორი, მდივანი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაღაცები მახსოვს კიდევაც. მიხეილ ჯავახიშვილი იყო ლიტფონდის დირექტორი, ნიკოლო მიწიშვილი იყო ზარეავასტოკას რედაქტორი, ტისიან ტაბიძე და პავლო იაშვილი, მე მგონი პავლო იაშვილი საერთოდ გამგეობის თავმჯდომარე იყო მწერალთა კავშირის. და ანუ არავინ არ ყოფილა ისე, რომ სადღაც არააქტიურ შეხება არ ქონია სისტემასთან, ხო, იქ ვიღაცა ევგენი მიხეილაძე საერთოდ სიძე იყო, რაღაც ანუ პოზიცია ჰქონდათ ამ ადამიანებს შიდა ბრძოლაში და შიდა ბრძოლაში გაიმარჯვა ლავრენტი ბერიევა. გაიმარჯვა რატო? ეხა უფრო სასტიკი იყო და მაგიტომ რა თქმა უნდა რა, როგორც ყოველთვის აქაც მოხდა ის რომ უფრო სისასტიკემ უფრო ვინც უფრო მეტად სასტიკი აღმოჩნდა, იმან გაიმარჯვა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვამბობ, რომ ვიღაცა უნდა დაიხვრიტოს რაღაცა. ანუ
მერისით თქმაც მინდა არის ის რომ შეიძლება ზუსტად ეს ისტორია იგივეც ხო როგორც ეს ცისფერყანწელების ისტორიაც და იმდროინდელი ხო მოყვე ორნაირად მოყვე როგორც დოკუმენტალისტიკა რომ ეს იყო რომელი მოგწონს და რომელია შენი პოზიცია რა თქმა უნდა შენ თუ ამას ყვები ყოველთვის რომ არაზღაპრული ანუ გასუფთავებული გაფილტრული ვერსიით არამედ როგორც ადამიანებს შორის ბრძოლას ეს გამოდის ძალიან დრამატული, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უცოდველი არავინ არ არის, ხო? რაღაცა თავის ცოდვები ყველას აქვს. და სადღაც ვიღაცა მარცხდება და ვიღაცა იგებს. აი და რომელი მიმართულებით მიუდგებით. რა თქმა უნდა, ეხლა დაუბრუნდეთ მაინც ბესტსელერი, ხო, უნდა ვახსენოთ ეხლა რამენაირად. თუ გინდა რომ დაწერო ბესტსელერი. თუმცა ამ შემთხვევაში ორივე შეიძლება იმუშაოს ბესტსელერის ვარიანტში, იმიტომ რომ ეს რო დაწერო, ეხლა მე რასაც ვამბობ, რომ ეს რო დაწერო სერიოზულად, ეხლა ადამიანმა, ხო? ეს არის სკანდალი, დაგაყრიან თავზე ლაფს იმას ისო, მაგრამ წიგნი გაიყიდება. რეალისტური რო დაეწერა, გახდებოდა ბესტსელერი. ეს არ არის ეგ თემა, აი მე მაგიტომ ეხლა აი ეს ცისფერყანწელები შემთხვევით არ მიხსენებია, იმიტომ რომ ზუსტად ეს მინდა რომ დავაპირისპირო. ამ შემთხვევაში ბესტსელერი ხდება ზღაპარი, იმიტომ რომ ეს ხალხი მართლა ესეთი ისტორიაა, ინფანტილური გაუაზრებელი. ის რევოლუციური და სისტემური ბრძოლის რაღაცაა. აქედან გამომდინარე, შენ რაც არ უნდა ამაღლებულად წერო ამ თემაზე, ხო? ნუ ეხლა ეგ უკვე იმდენმა დაწერა, რომ საინტერესოც აღარ არის, მაგრამ შენ რო დაწერო 30-იან წლებს დაუშვათ. თუნდაც, ხო? მთელი ამ ორახელაშვილი ბერიას დაპირისპირება და იქ ქვედაზე რო ჩამოდიოდა, ხო? ვიღაცები ბერიასკენ იყვნენ, ეგრე არ არის. ანუ ეგრე მარტივად არ იყო იქ საქმე. ვიღაცები ბერიასკენ იყვნენ ამ წელში. ვიღაცები ის და ვინც დამარცხდა, ისინი განადგურდნენ ჩვეულებრივი ერთი ხრივ ამბავი, მაგრამ შენ რო დაწერო ეხლა ეს მართლა ამ პოზიციიდან, რა თქმა უნდა ეს გახდება ბესტსელერი. ოღონდ ეს უკვე ის ბესტსელერი არ გახდება სითბოს და სიყვარულის. ეს იქნება რომ შენ ხარ ისტორიის და იმის მტერი. ამას წარმოაჩენ, რომ სადღაც შენ უთანაბრებ ერთმანეთს, რომ ნუ რაღაცა, ანუ რომ შენ ეხლა რას ამბობ, რომ დაუშვათ ესენი იყვნენ კოლაბორანტები იმასთან, დაუშვათ ორჯონიკიძესთან და ორახელაშვილთან და სანამ ესენი იყვნენ ძალაუფლებაში და ბერია ამათ გადაკაჩავდა, ესენი კარგად იყვნენ? კი, სიმართლე არის ეგ, რომ კი, მშვენივრად. იმიტომ რომ არსებობს ისევე ინფანტილური მიდგომა, რაღაცა სიწმინდეების, რომელიც სინამდვილეში არ ვიცი მე რა არის, იმიტომ რომ სიწმინდე მე ვიცი რაღაცა ინდივიდუალური უდაბნოში გასული ადამიანის, რომელმაც დაამყარა კავშირი ისეთ რაღაცა სუბსტანციებთან, რაღაცა ტრანსცენდენტალურ იმაში გავიდა ცოდნაში და ჩვენ არ ვიცით, ხო? მაგრამ ეს რაღაც ეთნიკური სიწმინდეები, ხო? ჩვენ გვიშლის ხელს მოვლენების გააზრებაში. ჩვენ რო ეხლა ის 30-იანი წლები დაუშვათ დანახული გქონდეს, როგორც იყო, ადამიანებს შორის მიდიოდა ბრძოლა, ჩვეულებრივი ბრძოლა მიდიოდა, რა. ცდომა ყველას უნდა ქონოდა არქივებთან, რა, ანუ ბარბილიშვილებს უხარშილებს. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთან ხო ეს არ მოხდა, მაგაზე მოგიყვებით ერთ ძალიან კაი ისტორიას. ეხლა ისე წავედი ისტორიებში, იმიტომ რომ წიგნი ყველასთვის გასაგებია, რატო გახდა ბესტსელერი და როგორ გახდა და რაღაცა. დაემთხვა ავტორის ფაქტორი, მისი სენტიმენტი და ფაქტიც ისეთი ძალიან სწორ დროს დაწერა, რომ ანუ რა თქმა უნდა, შევარდნაძე რო არ ყოფილიყო ხო, ბოლო პერიოდის შევარდნაძე რო არ ყოფილიყო, ანუ ამიტომ ვამბობ მე რომ ამას ესთეტიკურად ამ წიგნის განხილვა ძნელი, ეს განიხილება დროის კონტექსტში. ეს არის სუფთა ბესტსელერი. აი სუფთა ჩვენ რა წიგნების განვიხილეთ. ეს არის სუფთა ბესტსელერი. იმიტომ რომ მე ვამბობ ესეთ რამეს, რომ ყარაბაღსაც დღემდე კითხულობენ და ისე კითხულობენ, შეიძლება ისე აღარ როგორც ჩვენ კითხულობდით თავის დროზე, მაგრამ რაღაც გასართობ ისტორიას, ხო? თამთამელაშვილის წიგნსაც წაიკითხავენ, თუნდაც ვიღაცები ისე რომ აი მე აღმოვაჩინე, რომ თურმე ესეთი ადამიანებიც არსებობენ, თურმე. ხო, რა თქმა უნდა, რომ ის აღმოჩენაში რო ხარ, რაღაც აი ისეთი რო იყო. გადაცემები რო იყო, რა დისკავერი, რომ აღმოაჩინე, რომ აი მე ესეთი ადამიანებიც არსებობენ, რა საინტერესოა, ხო? პური ყანასაც სანამ იქნება ეს რაღაცა საბჭოთა ისეც რაღაცა რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, მაგრამ ეს
ძალიან კონკრეტული მოვლენის და სივრცის ბესტსელერია. დღეს ეგ თემა ხო აღარ არის ეგეთი აქტუალური. დღეს უკვე აინტერესებს ხალხს უკვე დღეს თვითონ ეს წიგნია ისტორია. ანუ თვითონ ის ფაქტი კი არა რაზეც არის. თვითონ ეს წიგნია ისტორია, იმიტომ რომ ხო თავისი ისტორია გაიარა, რომ იქ პიესად არ დაადგმევინეს, იქ შევარდნაძე იყო, იქ ეს იყო და თვითონ წიგნი უკვე აინტერესებთ ამიტომ და თვითონ ის ამბავით დარწმუნებული ვარ, ეხლა იქ რო არის ის ეპიზოდები უბრალოდ. აი კადრები არ წამომცდა შემთხვევით რა, მაინც უფრო მე როგორც კინოს უყურებ მაგას, როგორც რო იქ რაღაც სახელს რო წერენ და რაღაცა უცხეულო სიყვარული რო რჩება ამათში, ხო? ნუ ეს რაღაცა ვიღაცებს აღელვებ და ეგ ყოველთვის იკითხება მეტნაკლებად. ანუ ეხლა მან ზუსტად ეს არის რომ შენ რო ამას მიუდგე ინფანტილურად, არა რომ სინამდვილეში რამხელა ბოროტებასთან გაქვს შენ საქმე, ესე იგი პატარა შეცდომაც რო დაუშვა. შენ უკვე შენ გამოდიხარ, იცი რომ შენს გამო გაწირავენ სხვებსაც. იქ იერარქიაა მთავარი იმ სისტემისთვის, იმას სახელი გვარები, სახეები არ აინტერესებს. ხო, ამიტომ იყო განსხვავება იმ ლიტველ მამაშვილს შორის, რომელსაც თვითონ შეეძლო ცისფრინავის მართვა და ამ იმას შორის. ხო, ახლა მაშინ ხო, YouTube არ იყო, რომ ალბათ იყო ესე, რომ ორი მამაშვილი ავარდნენ ცისფრინავში და გააჭენეს ეს ცისფრინავი თურქეთში ალბათ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს პროფესიონალი ფრინავები იყვნენ, რაღაცა ძალიან დაგეგმილად. ხო. იმიტომ რომ ეგ რო ერთხელ მოხდა ხო, როგორც 11 სექტემბრის მერე რაღაცეების შეტანა უკვე აღარ შეიძლებოდა ცისფრინავში, იქაც ერთხელ რომ მოხდა ეგეთი ფაქტი, იქ უკვე დასვეს შეიარაღებული ადამიანი, იმიტომ რომ იმპერია იყეოდა უკვე და იცოდნენ რომ ეს შეიძლება უკვე ძალიან ხშირად განმეორებულიყო რა. და მე ხო, ეგ უკვე ის არის. ხო, რა თქმა უნდა. ანუ როცა შენ ამას ეს გამოყავს ზღაპრიდან და ხდება გადადიხარ დოკუმენტური ამბავში, ძალიან ძნელია. ეხლა რაც შეეხება ძალიან ძნელია გაარკვიო რაღაცა, ყველას თავისი სიმართლე აქვს. მაგრამ საბოლოო სიმართლე არის ის, რომ მე რო ცისფრინავში ვზივარ, მე რაშუაში ვარ. ჩემთვის ყველაზე დიდი სიმართლე მაინც ამ ისტორიაში და ტერორიზმში ყველაზე დიდი, ანუ მე მესმის რომ წითელმა ბრიგადამ მოკლა Deutsche Bank-ის პრეზიდენტი. ეს კონფლიქტია. რაღაცა კონფლიქტია, არიან აქედან წითელი ბრიგადები, რომლებსაც უნდათ რომ ქარხნები მუშებს, მიწები გლეხებს და ასე შემდეგ. იქ არის ადამიანი, რომელსაც ეწინააღმდეგება და ეს არის ჩვეულებრივი ომი. ამ ომში ვიღაცა დაიღუპა? კი, რა თქმა უნდა, მაგრამ სახელმწიფომ მე თავისი ქნა და გააკეთა როგორც უნდა გაეკეთებინა, იმიტომ რომ ესენი იყვნენ კრიმინალები. თუმცა იდეის დონეზე რაც გააკეთეს, ახსნა აქვს, რომ თავის, რა ქვია მაგას, ასე კლასობრივ მტერს ყველაზე დიდი მათი აზრით ყველაზე დიდი კლასობრივი მტერი გაანადგურეს. თითქოს ეხლა ეს გააკოტრებდა Deutsche Bank-ს. ეგ ეხლა მეორე საქმეა, მაგრამ როგორც არის. ეხლა ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ აი ამ დოკუმენტების გაცნობაზე, იმიტომ რომ ეს ძალიან საინტერესო ისტორია და ძალიან ცნობილი ისტორია. თქვენ თუ არ ვიცი, როგორ იცნობთ უნგრულ ლიტერატურას, მე ძალიან მიყვარს უნგრული ლიტერატურა და იყო ასეთი მწერალი სხვათა შორის ძალიან მაგარი მწერალი გირჩევთ ყველასაც აიკითხოთ პეტერ ესტერჰაზი, რომელიც გარდაიცვალა სულ რაღაც 1-3 წელია. არ ვიცი, თქვენ უნგრეთში შეიძლება არ ისოთ და ესტერჰაზი არის უნგრეთში, როგორი გვარი, როგორ ვთქვა, ბაგრატიონი დაუშვათ. ანუ უნგრეთში თუ მართავდნენ ჰაბსბურგები თუ ვინ იყვნენ, აქეთ იყვნენ, ხო, ავსტრიაში, უნგრეთში იყვნენ ესენი. ანუ ეს იყო ადამიანი, რომელსაც მე უნგრეთის რო დაინგრა სოციალიზმი და კომუნიზმი უნგრეთში, უთხრეს რომ მიწები უნდა დაგიბრუნოთ და დარბაზები და რაღაცა და ამან უთხრა რომ თქვენ ხო არაფრენ თავი გამანებეთო, ეგ არის სახელმწიფოსი. ანუ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მაგარი მწერალი, პეტერ ესტერჰაზი.
რომელსაც ყავდა мама. ასევე რა თქმა უნდა ესტერჰაზი. ის ესტერჰაზი იყო, რომელსაც ჩამოართვეს რაღაცეები და რაღაც. და ამ მამაზე აქ დაწერილი და თავის გვარზე ეს მე 3 რომანი მაქვს დაგეთხილ, მაგრამ ეს არის მისი ყველაზე ცნობილი რომანი ამ ისტორიის გამო. ძალიან ექსპერიმენტალური მწერალია ფორმის მხრივ. აი როგორც კი გადავედი იმაზე, უკვე ისეთ მწერლებზე, რომელიც მაინტერესებს, იქ დავიწყე უკვე ლაპარაკი ლიტერატურაზე. ძალიან ფორმალურად, ძალიან საინტერესო მწერალია და ციური სხეულები თუ ესე ქვია, შეიძლება ესე ითარგმნოს. არ მახსოვს რა ქვია ამ რომანს, მაგრამ ეს არის მთლიანად ძირითადი მთავარი პერსონაჟი არის მამამისი. ნუ ეს არისტოკრატი კაცი, რომელიც ესე და აი მაინც რო ჩამოართვეს ყველაფერი, მაინც ესე დენდივით ცხოვრობს, რაღაცა ეს ყველაფერი. და ეს რომანი დაბეჭდა, რა თქმა უნდა, ეხლა ძალიან ექსპერიმენტული, ძალიან ისეთი რაღაცა ფორმალური, ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი დაბეჭდა და ჰქონდა ამას ძალიან მაგარი გამოხმაურებები, რა თქმა უნდა, იგი ითარგმნა ბევრ ენაზე, ასე შემდეგ და შემდეგ მოხდა ლუსტრაცია უნგრეთში. და პეტერ ესტერჰაზიმ რატომაც გადაწყვიტა, რომ უნდა წავიდეს არქივში და ჩემგვარს რამე მიქარული ხო არა, უნდა გავარკვიო. რამე ვინმეს ხო არ მიუქარავს, უნდა გავარკვიო, იმიტომ რომ ხა უნგრეთში რო გაიხსნა ეს იქ დაუშვათ იშტვან საბო, აღმოჩნდა რომ იყო ჩვეულებრივი KGB-ს აგენტი დაუშვათ და ისეთი რაღაცა და ნუ ამანაც გადაწყვიტა ახლა რომ გაიხსნა ეს არქივები ამ საიდუმლო პოლიციის და უნდა წავიდეს ახლა და ეს ნამდვილი ამბავია, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეხლა მე რა ისტორიასაც მოვყვები, ეს რომანი შეიძლება მე გამოდის დღემდე იბეჭდება უკვე ამ ფორმაში. უკვე გასაგებია რასაც ვყვები, ეხლა მივიდა და უთხრა თავისი მეგობარი მუშაობდა, ეს უკვე მუზეუმად გადაკეთებული არქივია რაღაცა და უთხრა რომ ამომიქექე რაღაცები და ამ მეგობარმა უთხრა რომ მე მგონი რა ვიცი ხა რაში გაინტერესებს რაში გაინტერესებს ახლა ეს ამბავი არა მან დაბეჭდიო ძალიან რაღაცასო და პირიქით როგორ არ მაინტერესებს და გადმოულაგეს და მამამისი იყო ჩვეულებრივი KGB-ს აგენტი მთელი ცხოვრება და იყო აი ამ როლში რომ დენდი და არისტოკრატი რაღაცა და იყო ეს აგენტი და პეტერ ამას აღწერს მერე და რა გააკეთა ახლა პეტერ ესტერჰაზი ამ 400 გვერდიან წიგს დაურთო 200 გვერდიანი ისტორია და აი ამ ამბის რო შენ აი ეს მამის ეს იდეალური ტიპი და მე აი დამატებული ამ 200 გვერდით ცალკე რომანია უკვე როგორ მიდის როგორ აღმოაჩენს რომ ეს მამა რომელიც აი ესეთი ის იყო პეტერ ესტერჰაზი ხო ეხლა ხაც გარდაიცვალა და აი ეს წიგნი დღემდე იბეჭდება ესე არის ეს სხეულები ეს რაღაცა ძველი რომანი რაც დაწერა ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი ტექსტია ჩემი აზრით ხართულად არ ვიცი არის თუ არა ნათარგმნი და მოყვება ეს 250 გვერდიანი ცალკე რომანი ესე სადაც აღწერს ამ ამბავს ეხლა მე ვცვავ ამ შეკითხვას ჩვენ ვართ ქართველები ამის ადამიანი ხალხი რო შენ დაწერო აბსოლუტურად იდეალისტური წიგნი მამაშენზე შენ იმაზე ძირითადად იქ სხვებიც არიან რა თქმა უნდა მე 16 მე 17 საუკუნე და არა უგრელები არ არიან დიდიერი ძალიან ცოტა არიან და მამას არ გავაცნობიერებ მე მაგალითად ჩემი მოსაზრებაა და მე მზადვარ ხო, მაგრამ უკვე ეგ ძალიან დაგვიანებ, ძალიან მე ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ როგორც იყვიან პროფესიონალ თუ ეგ არ მოხდება, არაფერი არ მოხდება. ანუ მე მგონი აი ეგ უკვე სხვა საკითხია, მაგაზე აი შესვენების მე ვიბრძელოთ, იმიტომ რომ მაგაზე მე ჩემი შეხედულებები მაქვს, მე გეთანხმებით ძირითადად მაგ განწყობაში, მაგრამ მაგასაც თავისი დრო ქონდა მომენტი. ანუ ეს რო შენ 89-90-ში რო დაინგრა და ეს რო დაწერა ესტერჰაზიმ დაწერა აბსოლუტურად იდეალისტური მამის ეს რო
ანუ ყველანაირად მაგარი ტიპი იყო. ქონების ჩამორთმევაც გადაიტანა, ყველაფერს გაუდო. ნუ ეხლა აქ ქონებაზე ვიღაცას 600 იმას კვადრატულ მიწას რო ჩამოართმევენ, თავს იკლავს და ნახევარი ქვეყანაში ჩამოართვეს, ასწავლეს, უცებ ნახევარი ქვეყანა ჩამოართვეს, ანუ სასახლიდან წავიდა და ცხოვრობდა ოროთახში, დაუშვათ, ხო? რაღაც, ანუ და აი მაინც რომ აი ეს როგორ ეს რომ აი არაფერი თელი ისე გაიზარდა, რომ მიუხედავად ეს რომ ამხელა რაღაცა დაემართა, ვერაფერი ვერავნეს მის ინდივიდს. შინაგანს, რომ ის დარჩა და ეს ისტორია თან ძალიან საინტერესო ფორმაში გირჩევთ ყველასო წაიგითხოთ ეს წიგნი და უცებ ხდება შენ თაფზე ეგეთი ამბავი. რომ ეს ყველაფერი ინგრევა და შენ გეძლევა დოკუმენტების გაცნობის საშუალება. და ხვდები რომ საერთოდ ტყუილში ცხოვრობ. საერთოდ ტყუილში ცხოვრობდი, რომ ეს ამ კაცს დაავალეს, რომ როლში უნდა ყოფილიყო. და ესეც ერთგულად ემსახურა სიკვდილამდე. ამ ყველაფერს. და შენ კი არ მიდიხარ შენ ძმა კაცთან იქ, ვინც არის მუზეუმის დირექტორი და ეუბნები რომ დაწვირა ეს ფურცლები ახლა რა რაღაცა. ადგები და შენ ამას შენ წიგს ამატებ 300 გვერდს და შენ ყვები ამ ამბავს, რომ სინამდვილეში მამა ჩემი ეს კაცი იყო. რომელიც აი ხელნაწერების კვლევას ბავშვებს აი საიდუმკრიტი საიდუმუროა ამბობს და ეს ვთქვა რომ ძალიან ბევრი ადამიანს აქვს მუტანილი არქივი შობლის აწერია რომ არ გაიხსნას მათ შორის არ თანამშრომელმა არ უნდა გახსნას ეს და რა უცნაურია რომ მაინც მოიტანეს და დატოვეს არქივში იმიტომ რომ ეხობა აი ეს სურვილი რომ ეს სიმართლე რა გესმის რომ ნუ რაღაცა ხალხების მერე გაიხსნება ან ისიც ისეთი რამეები წერია რაც რადიკალურად ამოატრიალებს ამ ადამიანების შესახებ იმას ხო ანუ ჩვენ მე რასაც ვამბობ თვითონ ანუ იდეა ესეთი მაგალითი მე არ ვიცი ანუ იქ ვიღაცა ხა იშტვან საბო იყო აგენტი კრისტაბოლსმა აღიარა რომ რაღაც 2 წელი თანამშრომლობდა გერმანიაში სტაჟთან მე ამოქექეს ამის წერილები ყველაზე დადებითი აქვს დაწერილი რომ აქ მტრები არ არიან ისეთი კარგ წერილებს წერდა ანუ თანამშრომლობდა 3 წელი მაგრამ მე 3 წლის მერე მიხვდა ეს სტაჟი რომ ეს სულ კარგ რაღაცეებს წერს და არ არის ესე იგი საჭირო და გაუშვეს უთხრეს რომ შენ აღარ გჭირდები იმიტომ რომ ყველაზე წერდა ეს კარგი ადამიანია ეს ისა ესა ეხლა აქ არის ფაქტი რომ დაუშვათ იშტვან საბო აღმოაჩინეს ამხელა რეჟისორი ხო რომ თანამშრომლობდა და იყო აგენტი რა ვიცი ცხოვრობდა მე რა უნგრეთში თავის პოზიციას რატო იყო ამბობდა ამას ანუ აქ ძალიან სხვა კულტურული ის არის ჩვენ არ გვაქვს სინანული მონანიება არის ყალბი ფილმი არაფერს ჩვენ არ უნანობთ რა როდის არის ისიც მიხალკოვის მზის გაზის გათანგული ხო არ ვიცი არა ძალიან კარგი ფილმია ძალიან მაგრამ ისიც ასე ყალბია ხო იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს სინანული ჩემთვის არის ის რაც გააკეთა პეტერ ესტერჰაზემ ანუ სინანული არის ის რომ შენი სუბიექტურ სიმართლეზე მაღლა დგას რაღაც უფრო დიდი სიმართლე რომელიც შენ შეიძლება საერთოდ არ გაწყობდეს რა მაგრამ აი ეს ერთი წიგნი შენი პირადი პასუხისმგებლობის რომ შენ დაწერე 400 გვერდიანი ტყუილი ოღონდ არაფერს არ იტყუებოდი ეგრე გეგონა ეგრე გაიზარდე და ის რო არ მომხდარიყო ეგრე მოკვდებოდი რომ მამა ჩემი იყო რა ეგ მე მაგას გმირობას ვერ დავარქმევდი ეგ არის კულტურა ეს წიგნი გმირობა კულტურა არის ჩემი აზრით ბატონო ეს წიგნი 400 გვერდიანი გამოცემული ქონდა და ეს მოხდა ხო ერთი წელიწადის მერე და ეს მეორე გამოცემა რო გააკეთა დაამატა უკვე ეს და დღემდე გამოდის ეგ წიგნი ეგრე დაყოფილია ეგ არის საყოველთაო მონანიება აი შეუძლია მაგაზე დაყრდნობით ერმა ანუ ერის განწყობის საფუძველი გახდეს არა არ ვიცი იმიტომ რომ ეხლა აი ორბანი ყავთ რა ქვეყანაში ჯერჯერობით ყავთ მაგრამ
მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ ალბათ ჭირდებათ რო ყავთ ახლა რა. და რომ რაღაცა ეტაპი აქვს გადასალახი და ამას რო გაივლიან გააგდებენ რა. ანუ რაღაც არის. მე მაინც მგონია, რომ თვითონ ეს შენში ან არის კულტურულად, ან არ არის. ჩვენ ვართ ახლა ერი, რომელსაც კგბ და ის კი არა რომ აგენტი და ის შულს რო ფსიქიკური პრობლემები აქვს, ან ოჯახის წევრს, ან ვიღაცა რო ძალადობს და რაღაცა მაგის აღიარება არის შენთვის ხო. ანუ შენ ცხოვრობ ისეთ პრიმიტიულ იმაში, თავდაცვაში ჯერჯერობით, რომ შენზე რო ვიღაცა ძალადობს, არ შეგიძლია თქვა, რომ მაინც უნდა დარჩეს ეს იმაში. და ვიღაცა რო იტყვის, რომ აიგერ ძალადობს ჩემს, ой გმირია. გმირი კი არ არის, უნდა თქვა, ეგრე ხდება ეს წესრიგის დამყარება. შენ იტყვი და უკვე ყველამ რო იცის, რომ იტყვი, ერიდება ყველა. იმიტომ რომ სანამ არსებობს, რომ ეს მაინც ჩვენში უნდა დარჩეს. არაფერი არ გამოვა, მაგრამ ეგ არ არის ჩვენ კულტურაში ჯერჯერობით. მაგხელა ხო არ არის. არ არის, იმიტომ რომ მაშინ აი ხა შევკრავ რაღაცნაირად, იმიტომ რომ მაშინ ეს წიგნიც არ იქნებოდა ზღაპარი და იქნებოდა სხვანაირი. ანუ ისეთი წიგნი მივიღეთ, როგორიც გვინდოდა. ეს რაც გავს, ეხლა Facebook-ზე რო ვიდოდით რაღაცა თემა როაც ხელი. ხო. შენ რო ობიექტური რეალობა დაწერო. არავის არ აწყობს. ანუ ერთადერთი შეიძლება აი შემთხვევაში განსხვავება მიიღო, მაგრამ მაგასაც არ მიიღო. მაგრამ ანუ აი ეს შავთეთრი და ჰეროიზირებული სიხარულის რო დაწერო. ჰეროიზირებული ყველაფერი ყველას მოსწონს. იცი რატო მე მაგაზე მაქვს პასუხი. როცა პეტერ ესტერჰაზი ამას აკეთებს, მან ზუსტად იცის, რომ მისი კულტურა, მე არ გეუბნები მეზობელი ან ვიღაცა. მისი კულტურა ამას აიტანს და გაიგებს. და მისი ნაწილია. გაეკეთებინა დაუშვათ. მე მგონია, რომ ჩვენ ყოველთვის რაღაცა შანსი რო გქონდა, ყოველთვის ვიცით, რომ რაღაცა. აი მე ესე მოვყვები მაშინ. ზუსტად გამსახურდიას რომ ეს გაეკეთებინა. მიშას რომ მართლა კრიმინალები დაეჭირა. ხო, ასე ბებია ჩემრე. მაგასო. არა, ჩვენ ვამბობთ ვერ გააკეთებდა. ეს იყო პირველი არ გამოდიოდა. ანუ მე რაც თქვი ახლა მიშაზე ზუსტად იგივეა. ზუსტად იგივეა. ანუ იგივეა, რომ ყველა ეტაპზე არის გასაშიფრი აგენტები. ზვიადის დროს იყვნენ მართლა ეს კგბ-ს აგენტები. მიშას დროს უნდა მოხდარიყო ნაციონალიზაცია ყველაფრის. ანუ იქ უკვე ბიზნეს აგენტურაზე იყო ლაპარაკი. ვერ მოხდა. იმიტომ რომ შენ საბოლოო ჯამში ამას ეტაკები. და ამას რო ეტაკები, მართლა შენი სიცოცხლე ძგება საფრთხის ქვეშ. ნუ ვიღაცას წელიწად ნახევარი აცადეს, ვიღაცას 3 წელი აცადეს, ხო? დანარჩენი ეხა ის ფორმალობა იყო. მთელი აი ხა ის ვარდების რევოლუცია 2006-ის მერე იყო ფორმალობა. უკვე არაფერს აღარ მუშაობდა ის ყველაფერი. ანუ იქ რო არის 9 წელი, 9 წელიდან სინამდვილეში იყო 2 წელიწად ნახევარი. სადაც რაღაცის შანსი იყო. ოღონდ რა შანსი იყო, როგორ იყო ეხა ამას ნუ მკითხავთ, მაგრამ აი ის რო თეორიული შანსი რო ეხლა შეიძლება ვიღაცამ გაბედოს. და ამათ ლუსტრაცია იყო, რომ ანუ ყველა დროს აქვს თავისი ლუსტრაცია. ზვიად გამსახურდიას დროს ლუსტრაცია იყო, რომ გეთქვა ვინ არის. მიშას დროს ლუსტრაცია იქნებოდა, რომ აი ესენი არიან ქურდები და მკვლელები რა. ამათმა გაღლიტეს ეს ქვეყანა, ამათმა მოაწყვეს პუჩი და რა, მაგრამ ვერა. ყოველთვის დგება და ამიტომ ყველაზე კაი სისტემაში ვართ დღეს. ხო. ხატული ლიტერატურის თვალსაზრისით არ გვჭირდება შესაძლოა. და ეს უკვე მწერლის არჩევანია, არა, ამ ტექსტზე არ ვლაპარაკობ. ზოგადად ვამბობ, რომ აი რაში გვჭირდება ჩვენ დაუშვათ აი სულ მაგაზე მიფიქრია, ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ კი აი ესე ვაწვევით, რომ ჩვენ არ ვიცით ჩვენი ისტორია ზუსტად. ჩვენ არ ვიცით ჩვენ ისა. ეხლა ავიღოთ მეორე მხარე. იყო რაღაცა საბჭოთა ისტორია. არც იდეალიზირება არ
ანუ იყო საბჭოთა ისტორია იყო ერთი მხრივ, ხო? შემდეგ საბჭოთა კავშირი დაინგრა და ასევე სამხრივად წავიდა უკვე ვინც ამის წინააღმდეგი იყო იმათი იდეალიზაცია. საბოლოო ჯამში იღებ ერთი და იგივე შედეგს, რომ შენ გადიხარ რაღაცა ფსიქოლოგიური სააზროვნო ველიდან, ეს გაგყავს ყოველდღიური ადამიანური კონფლიქტების იქით და თითქოს ვიღაცა იყვნენ აი ესეთი რაღაცა იქ იყვნენ რომ ისინი იყვნენ აბსოლუტური სიკეთე და ესენი აბსოლუტური ბოროტება და მე შეიცვალა. მაგრამ სინამდვილეში ხო ეხლა წარმოიდგინე რომ იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობა, ხო? და იყო რაღაცა ადამიანებს ჰქონდათ თავისი მიზანი. და ამისთვის ბრძოლა იყო. თეორიების ტრაგედიებიც ხო იყო, რომელიც სისტემის კი, აი ხა ინდივიდუალური გმირობა თუ არზე, თუ არა, აი ინდივიდუალური დრამები. როგორ არა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, უკვე რომლის ალი დღესაც ძალიან წარეთა ისახება, რომელთა. ორივე მხრიდან. ხო, შიში აისახება ეს ყველა. ნომენკლატურის თამომავლობა, რომელიც იყო აღზევებული ასე გინდა მატერიალურ და გინდა იდეოლოგიური თვალსაზრისით, იმათი თაობა სად არის დღეს? უმრავლესობა სრაბედიეცია ვიცით, ხო? ხო. კი, მაგრამ მან არის ეს ჩემთვის არის მან თავარი ესეთი რაღაცა, რომ შენ ამ სიმართლეში რამდენად გინდა ცხოვრება. ანუ ამის დამიწებაში ამას ვამბობ. ანუ ეს შენ ამას რო ამიწებ დაუშვათ, ხო? რო ეს იყო რაღაცა კონფლიქტი, ჩვეულებრივი იდეებზე დაშენებული კონფლიქტი, რომელიც საბოლოო ჯამში გადაიზარდა პირად მტრობაში და პირად გარჩევებში, როგორც ხდება ადამიანებს შორის. და დაიკარგა იდეა კი, შოშია. ხო, ჩემ ბავშვი სკოლაში სწავლობდი, იყო ესეთი ხიდები. ხიდიც მახსოვს. ხიდიც იყო, კი, მაგრამ თავისუფალი თემა ასეთი იყო და აი ძალიან პოპულარული სპექტაკლი იყო თითქმის საქართველოს ყველა თეატრში. კი ბატონო, საერთოდ ძალიან პოპულარული დრამატურგი იყო თავის დროზე. და აი იქ იყო ზუსტად ეს ანუ იდეა როგორი ის არის, ცით სიუჟეტი, რომ ციხეში ანუ ოჯახი არის არისტოკრატული ოჯახი და ამ არისტოკრატული ოჯახის შვილი ხდება ციხეში 10 წელი ზის ციხეში და ბრუნდება ციხიდან. ეგ შთამომავლობაა. თავისუფალი არა, ეგ შთამომავლობაა. ბონდოლანჩავა რომ მოდის მაგაცე. არა, ეგ არის შთამომავლობა. შთამომავლობა ხო, თავისუფალება სხვა იყო მართავი ხარ, გამახსენდა. ხო, ხიდიც ჰქონდა ესეთი, რომელიც იყო იმ დროიდან კორუფციაზე დაუშვათ. ხიდი იყო მახსოვს ის როსი გალაძე და ეს ირაკიბოშვილი. ხო, შთამომავლობა, ნუ სახელი შემეშვა. კი, არა, კი. იმას ხო სწორად პარალელი სწორად ისა და ანუ რო დაინგრა სახში ეს იდილია ასე. კი ბატონო. რო ისა ყველა მის აღიარა გვინდოდა ეს სიმართლე ჩვენ რასაც ძანებდით ეხლა აი ეს ჩაგვეხედა სარკეში და ხო თვითონ ის გმირიც ამბობს თავარი გმირი ვინც არის რომ მე მინდოდა რომ ჩაგებ ყველას ისაო მაგრამ შევწდიო ანუ ბოლოს ამბობს ესო ჩემი შეცდომა მე ზუსტად მაგას ვამბობ ხოლმე რომ სიმართლეში ცხოვრება სჭირდება ძალისხმევა. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ანუ იმის ეს ძალისხმევა იწყება საიდან, რომ შენც არ ხარ უდანაშაულო. და შენ ატარებ შენ დანაშაულს. ჩვენ ამაში ხა გვინდა ზოგადად კოლექტიურად ცხოვრება. ალბათ არავის არ უნდა სინამდვილეში, მაგრამ ზოგიერთი სოციალური ფორმაცია აიძულებს ადამიანს რომ მეტნაკლებად ამაში იცხოვროს. და ზოგიერთი ფორმაცია პირიქით, რომ რაც უფრო ამას დაშორდები, შეიძლება უკეთესად იცხოვრო. თორე ადამიანის ბუნება ისების თაობაში ხო არის გმირი მამის როლში. კი. მამის როლში, რომ ანუ თელი ცხოვრება ცხოვრობ ამაში, მაგრამ ანუ ცხოვრობ არ ჯინსი რომ მოაქვს უცხოეთიდან შვილისთვის და ეს გული რო წაულა, ხო? ხო, არის რომ რაღაცა აი იმდენად ერთგულია რაღაცა სისტემის, რომ აი ესეთ ელემენტარულ რაღაცას არ ღვევს და გული მისდის.
დაუშვათ. ჩვენ არ ვიცით ეს მართლა მოხდა, არ მოხდა რაღაც, მაგრამ ხო გამოხატავს რაღაცა თაობის დამოკიდებულებას. თუმცა მე მგონია, რომ რახან ამას ჩვენ ვიღებთ მაინც როგორც უფრო ზღაპარს, დოკუმენტალურ მასალაზე აგებულ ზღაპარს, იმიტომ რომ ზღაპარი რითი განსხვავდება დაუშვათ არა ზღაპრისგან. ზღაპარს არ აქვს ფსიქოლოგია. ზღაპარს აქვს ბედისწერა. რო აქ ყველას აქვს თავისი ბედისწერა. წინასწარ განსაზღვრული ბედისწერით, რომ ესეთი უნდა იყოს, ესე უნდა მოიქცეს, ესე უნდა დაასრულოს. ანუ ზღაპარი არ არის ცუდი განსაზღვრება ამ შემთხვევაში. ზღაპარი არის უბრალოდ რომ ანტიფსიქოლოგიურია, ბედისწერის რაღაცა და ჩვენ რაღაცა უკვე იმდენი ხანია ვცხოვრობთ ამ ბედისწერაში. რომ თვითონ ეს ილუსტრაციები ისენი რომ ამბობ, ხო, მე მგონი რომ ჩვენ კარგს არაფერ არ მოგვიტანს. მოდი რა მოусმინოთ. თქვენ ხო არა გაქვთ რამე შეკითხვა ან თქვენი აზრი და ასე შემდეგ ნებისმიერი რა სურთ საუბარი. გამარჯობა, დავით, ჩემთვის ძალიან საინტერესო თემა არის. დიახ. ჩართვა, მაგრამ შორიდან და ეს ვიდეო თითქოსია საუბარში. დიახ. კომენტარის გაკეთება. ორი მიზეზით არის ეს საინტერესო თემა. პირველი იმიტომ რომ ზოგადად მაინტერესებს დოკუმენტური პროზა და როგორ წერება და როგორ შეიძლება კარგად დაწეროს დოკუმენტური ან ფსევდოდოკუმენტური პროზა. და მეორე მიზეზი ეს არის რაზეც ახლა საუბრობდით, ჩემი წიგნი რომელიც არის ხეთაზე გამოვა, ზუსტად საარქივო მასალებზე დასრულებით არის და ჩემი ასე ვთქვათ, წინაპრების მიერ მოპარული გვარის და შესაბამისად ჩემი და მამაჩემი სიცრუეში ცხოვრების ამსახველი წიგნია. და ამავე წიგნში მოხდა ჩემი მეუღლის წინაპარი, ერთ-ერთი თავი ეძღვნება პირველი რესპუბლიკის დროს ემიგრაციაში წასულ მთავრობას და ძალიან გამიჭირდა ზოგადად ქართული არქივებიდან ინფორმაციის ამოღება. ძალიან საინტერესოა ეს მამანიას კურსიც ისე გურამ არ გამოვაყარო აუცილებლად დავისწრები. შეიძლება ისევ დიდი საინფორმო და მაგიტომ, მაგრამ ძალიან ბევრი მასალა მოიწია ამერიკული და გერმანული არქივებიდან და ევროპული არქივებიდან ამ ადამიანების ცხოვრების შესახებ. დიახ. ამ სმენია მაგ ადამიანის შესახებ სხვათა შორის. თუმცა ამერიკულ საგაზეთო ამონარიდებში, რომელიც საიქემი წიგნს შევისწავლეს, სხვა პორტრეტია ამ ადამიანის, სოლებრივი ადამიანური პორტრეტი, კასინოვის დადიოდა, ფულსაც ანიავებდა, ცალსაც გავაკეთდა და ასე შემდეგ. აი, ჩემი მცდელობა არის და ზოგადად ჯერა რომ აი სიმართლე როგორც არის ნაციონალური კინოური იყოს, უნდა ვიცოდეთ. მაგალითად ძალიან კარგი ის იყოს ჩემი გვარის შესახებ სიმართლის გაგება და მამაჩემი მოთხოვს ეს სიმართლე გაიგო და საერთოდ მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამისთვის თვალის გასწორება. მე საერთოდ ვფიქრობ რომ ბევრი არიან საქართველოში ესეთი ადამიანები და ძალიან გამიხარდება თუ გაეცნობით ჩემ წიგნს. აუცილებლად რა თქმა უნდა. ჩავარდი ასე ვთქვათ რეკლამა დღეს-დღეს გამოაქვეყნა და გამოთქმულიყო და ველოდებით. ძალიან კარგი. დიახ. ხმამაღლა რო თქვა არის მის ხმა რა. ბოდიში ქუჩაში ვარ როგორც ყოველთვის. ჩემი შეკითხვა უფრო ისეთია ზოგადი, ანუ პროზა რომ გახდეს ბესტსელერი, გესმით? დიახ. მე მესმის. ბესტსელერი რომ გახდეს, ანუ არის თუ არა აუცილებელი ეს ელემენტი, იდეალიზაცია, გასღაპრება, თუ არის შესაძლებელი დაიწეროს დოკუმენტური პროზა, რა თქმა უნდა. მე როცა წერდი, ფასკუნჯის ფარგლებში დავწერე და მიკურამის რჩევა იყო, რომ სადაც ნაპრალია სიტყვაზე ისტორიული ფაქტების დანაკლისია, იქ უნდა ჩამართო ფანტაზია და იქ უნდა წავსულიყავით მოგზაურობის მოდელით და ასე შემდეგ. ანუ აცდენილია რეალობას, იმიტომ რომ ყველაფერი ხო არის დოკუმენტური პერსონაჟებს, რომლებსაც წერ. არის ხო რა აუცილებელი იდეალიზაცია, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში პირიქით ძალიან მაგხარია, სადაც სიმართლე შეიძლება და ყველგან სიმართლე დაიწერა და სადაც მანკიერების გამოჩვენება შეიძლება და ყველგან გამოჩვენა და მანკიერება. პერსონაჟი უნდა იყოს ესეთი საალთათად
კი ბატონო, ძალიან საინტერესო შეკითხვა. მე ვფიქრობ ასეთ რაღაცას, რომ წიგნი რო გახდეს ბესტსელერი, რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ნაკლები ფსიქოლოგიური ძვრები უნდა იყოს ადამიანის ცნობიერებაში. ეს მიმაჩნია აუცილებლად, ანუ ზედაპირზე უნდა დარჩეს ავტორი. თუმცა აქვე შეიძლება ითქვას, რომ ბესტსელერი ხო იმას ნიშნავს, რომ პრინციპში რა გაყიდის, რა მნიშვნელობა აქვს. თავარია გაიყიდოს. ხო, თავი ბესტსელერი არის, რომ გაიყიდა. რატო გაიყიდა? რა მიზეზით გაიყიდა ესეთია. მე მგონია, რომ რა თქმა უნდა, იდეალიზაცია და რაღაცა ეს უმციკლო ისეთი რაღაცა. აი ჩვენ რო ვახსენეთ მაჩაბელი დაუშვათ, ხო? დაუშვათ იყო რეალური მაჩაბელი და არის იდეალიზირებული მაჩაბელი. მეც მაქვს დაკითხული სულნამოების პრინცი, ესა, ისეთი უსიმპატიურესი, ეს ყველაფერი ესეთი. დიმიტრი გელოვანი პრინციპში რა. ხო? რა თქმა უნდა, ხა თქვენ თუ მოახდეთ მაგ პერსონაჟის რაღაცა დაშლას, ამას ცოტა შანსი ექნება, რომ იყოს ბესტსელერი, მაგრამ თქვენ თუ მოახდეთ ამის გაიდეალებას კიდევ ის რაც ჩვენში არის ეს მარცვალი, რომ ეს რაღაცა იდეალური ადამიანი არსებობდა სადღაც შორს, ქართველი, რომელმაც მიაღწია წარმატებას, მაჩაბელი, თავადი, არ ვიცი, გარეული იქაურ არისტოკრატიაში, ასე შემდეგ, გაცილებით მეტი შანსი გაქვთ, რომ გახდეთ ბესტსელერი. ეს არის პრაქტიკულად, იმიტომ რომ თქვენ ახლა უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამე. ყველა ენას მიუხედავად იმისა, რომ კულტურებს აქვს საერთო, ყველა ენას აქვს თავისი სენტიმენტი მაინც. რა თქმა უნდა, ახლა ეს იდეალური და სიყვარულის და იმის ისტორია თანაგრძნობის და ასე შემდეგ ყველგან იყიდება მეტნაკლებად, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებულად. იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენი მკითხველი, ჩვენი შემფასებელი, ჩვენი ეს არის ძირითადად ინფანტილურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ერთი დიდი გამართლება, რომ ისედაც დაღლილები ვართ რეალობისგან. გვინდა ტყუილი, მოგვეცით ტყუილი, რომ სადღაც ვიღაცებს აქვთ სხვანაირი ცხოვრება. რომ სხვანაირად უყვართ, სხვანაირად მეგობრობენ, სხვანაირად, რა ვიცი, ყველაფერი ხდება სხვანაირად, ისე როგორც მათ წარმოუდგენიათ. ანუ წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, იდეალიზაცია უკეთესი სვლა არის, ვიდრე ფსიქოლოგიური კვლევა. თუმცა ბესტსელერი შეიძლება გაგხადოთ ბრაზმაც, მკითხველის ბრაზმაც, დაუშვათ, რომ რაღაც თემას შეხედოთ იქიდან, საიდანაც ჩვენ ამ თემას არ გვინდა რომ შევხედოთ უბრალოდ. კი, ეს არ იქნება ის ანუ ორნაირად შეიძლება გახდეს ბესტსელერი, სიყვარულით და სიძულვით. თქვენ რომელი გააწყობთ, რომ თქვენ ბესტსელერობას მოყვეს, სიყვარული მოყვეს, თუ თქვენ იყოთ ბესტსელერი, დაუშვათ ფინანსურად ერთი და იგივე ციფრი აისახოს თქვენ საბანკო ანგარიშზე, მაგრამ ემოციად რა მოყვება ამას? სიყვარული თუ ბრაზი? თორე ორივე თანაბრად მუშაობს ადამიანში. ხო, თავისუფლად შეიძლება გახდა იმით პოპულარული, რომ რა თქმა უნდა. კი ბატონო. ჩვენ მაგ ჟანრში ძალიან მოვიკოჭლებთ საერთოდ, იმიტომ რომ ჩვენი დოკუმენტური პროზა ჩემთვის არის ზღაპარი თავიდან ბოლომდე, არაფერი იქ სიმართლე არის ძალიან ცოტა. იმიტომ რომ მე არ ვამბობ, რომ არ შეიძლება დაიწეროს დოკუმენტალური მარცვლა, მაგრამ ბესტსელერს ხო ის ქმნის ვითარება, დროზე და სივრცეზე ჩაბმა ქმნის ბესტსელერს. ჩვენ ეს მოგწონს თუ არ მოგწონს, თქვენ შეიძლება დაწეროთ სრულიად ფანტასტიკური წიგნი მხატვრულად, მაგრამ არ გახდეს ბესტსელერი. ანუ ბესტსელერის თავისი სპეციფიკა აქვს, დროსთან ადეკვატურობაში უნდა შევიდეს, რომ დღეს რა აინტერესებს ადამიანს, ოღონდ რა აინტერესებს და რანაერად. მაგრამ მეორე მხრივ, მე მგონია ასეთი რამ, რომ ვერაფერს ვერ დაწერ,
შენ თუ გულწრფელი არ ხარ. მაგალითად, წიგნზე, რომელზეც მე ვისაუბრე დღეს, ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ზღაპარი, ეს არის გულწრფელად დაწერილი ზღაპარია. არაფერი იქ ავტორის მხრიდან ხელოვნურად და ტყუილად არ არის მოფიქრებული. ანუ საერთოდ როცა ამბობენ, რომ ეხლა თავი ხო არ გამოვიდებილო და დავწერო ბესტსელერი რაღაცა ეგეთი მეც ხო არ დავწერო ეგეთი რაღაცა ხშირად სმენია კარგი მწერლებისგან სხვათა შორის რომ რაღაცა რომ ეხლა ხო არ გამოვიდებილო თავი და მეც არ დავწერო რაღაცა და მე ვეუბნები რომ ვერ დაწერ იმიტომ რომ უკვე მაგას რო ფიქრობ უკვე მაშინ იდებილებ თავს როგორ უნდა დაწერო იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ბუნებრივად სადღაც თუ მიხვალ შენ იქამდე რომ შენ გინდა ბუნებრივი შინაგანი მოთხოვნილება გაქვს რაღაცის იდეალიზაციის ხო, რაღაცას ხო ვერ დაწერ, ეგეთ პოეზიას ხო ვერ დაწერ, გულწრფელად თუ მაგ იმაში არ ხარ, ხო? ანუ აი ესეთი რაღაცაა და მე მაინც ჩემი პრაქტიკიდან, თუმცა ეხლა მე ბესტსელერებში მაინც და მაინც დიდად სანდომწერალი არ ვარ, მე უფრო კარგი ლიტერატურაში სანდომწერალი ვარ, ეხლა ბესტსელერებში მაინც ჩემი დიდი ნდობა არ შეიძლება, მაგრამ ჩემი დაკვირვებით მაინც, ხო? მაინც მე მგონია რომ შინაგანად უნდა იყო თანხმობაში იმასთან, რასაც წერ. შინაგანად თუ არ ხარ თანხმობაში, მე რაც არ უნდა მოვინდომო რაღაცის იდეალიზაცია, მე თუ არ მჯერა რომ ეს იდეალურია, ხო? არ გამოვა და კიდევ უფრო ცუდი გამოვა. ანუ როცა გაქვს ორი შანსი, რომ დაუშვათ აკვიატება გაქვს ერთი მხრივ, რომ შენი წიგნი უნდა წაიკითხონ მასებმა. და მეორე მხრივ არის რომ სურვილი რომ მე ესეთი წიგნის დაწერა მინდა, საბოლოო ჯამში მაინც უფრო როგორი წიგნის დაწერაც გინდა იმან შეიძლება უფრო მეტად გაამართლოს, ვიდრე აკვიატებულმა იდეამ, რომ მე გინდა თუ არა ეხლა უნდა დავწერო ბესტსელერი. აი ესე მგონია მე.